სექსი მხოლოდ ახალგაზრდების საქმეა. მითია. თან ბოროტი. კაცები ყოველთვის მზად არიან სექსისთვის. ეს არის სულელური მითი. სულელებზე განკუთვნილი. ქალებს სექსი ნაკლებად უნდათ. ბოროტი მითია. ისევე უნდა როგორც მამაკაცს. სხვა საქმეა რომ ტოლვა ლიბიდო არა, ასაკის მატებასთან ერთად ცოტა დისბალანსიც არის, იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად აი 30 წლის მერე ქალს ლიბიდო უძლიერდება და მამაკაცს უკვე იდება. ამ დროს ბალანსი რითი იკეთდება, იცი? ძალიან ადვილი. უკეთესი არის ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხო, მაღაზიას დამამონათებენ. ქალი იყოს უფროსი ქორწინებაში. ქალი იყოს უფროსი? სექსუალური პარტნიორი ქალი და მამაკაცი, ქალი სექსუალური პარტნიორი როცა არის უფროსი 5-6 წლით, 7 წლით, ბევრად უკეთესია ჰარმონიული სექსისთვის. ვა. განსაკუთრებით როცა ასაკი მატულობს. არა და ჩვენს რეალობაში ასაკი როცა მატულობს რა, 30 ზევით ვიძახი. დაბლა ისე აქტუალურია. არა ჩვენს რეალობაში 99%-ით პირიქით არის. პირიქით არის კი. ჩვენ ეგ არ გამოგვია, მაგრამ ვისაც გამოვა, აგერ მოისმინოს და გაითვალისწინოს მოთორ. ქალი რომელიც სექსს ელაპარაკობს, უზრდელია. იცით რა, ესეც მითია რა, არ არის უზრდელი, სექსზე უნდა ილაპარაკოს ყველამ და სხვათა შორის აი მე საავტორო გადაცემაც მქონდა რადიოში დიდი ხანი წლების განმავლობაში, რაზედაც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ რა. აი სექსი არის ის, რომელზედაც უნდა ილაპარაკოს ხმამაღლა ქალმაც და კაცმაც. ერექციის პრობლემა ნიშნავს, რომ კაცი არ არის ნამდვილი კაცი. ნუ რა გითხრა ახლა რა. დაუშვათ ახლა მამაკაცს დაემართა ნუ არ ვიცი კუჭის წყლული. კუჭის წყლული ან არტერიული ჰიპერტენზია არ ვიცი ის აღარ არის მამაკაცი? ანუ ესეც მითია. ჩვეულებრივი ავადმყოფობა, ერექციული დისფუნქცია ისეთივე ავადმყოფობა, როგორც კუჭის წყლული, როგორც გულისი შემიორ დაავადება, როგორც არის არტერიული ჰიპერტენზია, სხვათა შორის გულსის ძაფთა სისტემის დაავადება და ერექციული დისფუნქცია ბიძაშვილები კი არ არის, ღვიძლი ძმები არიან. ერთმანეთის მარკერებია. როცა არის ერექციული დისფუნქცია, ეს ნიშნავს, რომ თხილად იყავი, აქ რაღაცა ხდება. როცა აქ რაღაცა ხდება, ღვიძლი ძმებია. უამრავი კვლევა ამაზე რა, ესე იგი ეს არის აი ყველაზე ესეთი აი ტრენდი რა, რო იტყვიან, აი number 1 რა, მსოფლიო კვლევებში რა. იმიტომ რომ აქ უკვე ჩართულია კარდიოლოგებიც, ენდოკრინოლოგებიც. ნუ ეს უფრო ტესტოსტერონის სეკრეციასთან დაკავშირებული, უფრო ენდოკრინოლოგები და კარდიოლოგები ბევრი არის ამაზო. ხვა რო დააგდო, მაგათ მოხდება და ჩვენ 6 ვართ სულ საქართველოში თუ 7. ჩვენ უნდა გვეძებო კაცო იმითი რა ქვია მიკროსკოპით. სხვათა შორის ჩვენი პოვნა ადვილი არ არის, სექსოლოგის პოვნა ადვილი. ერექციული დისფუნქციისთვის არაჩვეულებრივია. ჩვენი მეგობარი ფილიგრა, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია და რაც თავარია პრობლემიდან მარტივად გამოსავალია ეს კონკრეტული მედიკამენტი. შემდეგი მითი ბატონო ზურაბ, დედად გახდომის შემდეგ ქალის სექსუალურობას კარგავს და სექსუალური მოთხოვნილებები უნელდება. პირიქით. ეს არის ბოროტი მითი, პირიქით მშობიარობის მერე ქალის სექსუალობა უფრო, ასე ვთქვათ, რო იტყვიან, უფრო აყვავდება ხოლმე რა რაღაცნაირად რა. ორგაზმებსაც უფრო ადვილად აღწევს. აი მეც მამით ხშირად ქონა გაგებოდა, მეგონა რომ ეგ რეალობა იყო, რომ კარგავს სურვილს და არა, პირიქით. პორნოგრაფია ასახავს რეალურ სექსს. მითია რა თქმა უნდა, ეს არის სულელური მითი რა. რანაირად ვიცოდი პასუხი, მაგრამ მაინც გითხეთ, რომ რანაირად არის რეალური სექსი. ეს არის აბსოლუტურად არარეალური სექსი და მე ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა. ეს პორნოგრაფია რისთვის არის? პორნოგრაფია იმისთვის კი, პორნოგრაფია ის კი არ არის, რა ქვია, ისა რა ქვია, ჩეხოვის დრამატურგია, რომელიც ასახავს რეალობას, ხო, რომელმაც, ნუ, მთელ მსოფლიოში, დრამატურგიაში და თეატრში გარდატეხა მოახდინა, ხო, მე-20 საუკუნის ბოლოს, დასაწყისში და მეცხრეdes ბოლოს. რეალობა კი არ უნდა, ამის მოთხოვნილება არის, რომ ააგზნოს მამაკაცი.
მეტი სხვა არა აქვს და მხოლოდ მამაკაცი? ქალებს პორნოგრაფია როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში არ მოსწონთ, მაგრამ მე სხვათა შორის მიხარია ხოლმე რომ ბოლო დროს უკვე რაღაცნაირად ჩემ პრაქტიკაში რაღაცნაირად დაიწყო ტენდენციამ გამოკვეთა რომ ზოგიერთს მოსწონს. რა თქმა უნდა ეს უმცირესობაა. რატომ არის კარგი? ჩვენ ხო ლაპარაკობთ ჰარმონიაზე რა. ჩვენ ხო ლაპარაკობთ პრობლემებზე და პრობლემა არის სხვათა შორის აგზნებადობის დეფიციტი. ვერ იქნება რა, ვერც ქალი, განსაკუთრებით ქალი და მამაკაციც. ამ შემთხვევაში პორნოგრაფია ჩვენ გვეხმარება. იმიტომ რომ ეს მაგისთვის არის განკუთვნილი. ხო. ეს არ არის განკუთვნილი იმისათვის, რომ აჩვენო როგორია რეალური სექსი. არ არის ეგ რეალური სექსი. სექსი, რომელიც დიდხანს არ გრძელდება, ცუდია და არ არის სრულყოფილი. რთული კითხვაა, იცით, აი ცალსახად ხო ან არას პასუხი ცოტა ძნელია. იცით რა, სექსი არც ხანგრძლივი არ უნდა იყოს და არც ძალიან მოკლე. როცა არის ძალიან მოკლე, მიზეზი ყოველთვის ერთია, თითქმის ყოველთვის. ეს არის ნაადრევი ეიაკულაცია, ესე იგი მამაკაცი ადრე ანთხევს სპერმას, იმიტომ რომ არ აქვს უნარი გააკონტროლოს, ხო? ან კიდე, მიზეზები ახლა ბევრია, მაგაზე ვილაპარაკებთ ახლა. ეს უკვე სალექციო თემაა. და ახლა როგორ არის, იცით? აი, როდესაც მოკლე არ ვარგა, როცა გძელია ესეც არ ვარგა რა. რატომღაც გონია ზოგ მამაკაცს, რომ რაც უფრო გააგრძელებს სექსს და იგივე აი მეორე ზახოთის პრობლემა მოდის. აქა ქალი არის აქტოვანი, ქალი იღლება რა. რატო გვავიწყდება ჩვენ მამაკაცებს, რომ ქალი ადამიანია? არა, ქალი არ იღლება, ხო? ხალბა უნდა, ვახსენეთ რეებს არაკეთებს, ჩვენი ქალი ყველაფერს უძლებს, თურმე ესე იგი ეს გონია რომ 100 ამოვნებს დიდი ხანი, არა რა. ზომაზე ყველაფერი, არც მეტი, არც ნაკლები. სექსი წავს ბევრ კალორიას. სწორია. რაღაცა ყოფილა. ანუ დიეტისტის არის არაჩვენო. თუ დიეტისტის კარგია რა. ოღონდ მე დავამატებდი, ეს დიეტა აუცილებლად უნდა იყოს, ესე იგი ეს დიეტა, ასე ვთქვათ, ვარჯიში უფრო სწორედ. დიეტა ალბათ უფრო სხვა რაღაცაა. აი ეს ვარჯიში აუცილებლად უნდა იყოს გარკვეულწილად კოორდინაციაში გულის ფუნქციის, ფულის ფუნქციასთან. გული უნდა კარგად ფუნქციონირებს. თუ არა და საჭიროა შესაბამისი კორექტირება, ახლა ეს ადვილია. განსაკუთრებით შვენიერი ანტემითინი გამოვიდა.